რას დავბედით? იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლობაში გადაცემდა. დიდი ხანია უკეთესი საქართველოსთვის. არა ქოცებისთვის, არამედ კარგი, სწორი ქართველებისთვის მისალოცი არაფერი მქონია. ჩემპიონთა ლიგის გარდა. და ახლა მაქვს. ეს არის ვაშე გადაცემა. თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ, გამოგვიწერეთ და გამოგვეხმაურეთ. მისალოცი მაქვს. დიუშენის სინდრომი დაავადებული ბავშვებისთვის წამალი იქნება. 99%-ით. იმ 1%-ს მაინც უტოვე პროჭორილთა სრულ უტიფრობასა და უტვინობას. შეიძლება გადათქვა, რა ვიცი. მაგრამ ეგ უარესი კიდევ მათთვის. იმიტომ რომ დიუშენის მოძრაობა, დიახ, მთელი ეს ორთვიანი წვალება დავაება პოლიტიკური მოძრაობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ თავად ამ ბავშვების მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ. ყველანაირად ცდილობდნენ, რომ დისტანცირება მოეხდინათ ყველა პარტიისა და ჯგუფისგან. არ გვაინტერესებს ბავშვები გვეყუპება. ბავშვები გვეყუპება. ჩემი შვილი მიგდება ბიჭო, რას ლაპარაკობ? არავის ერთი სამჩია. მოდი, ერთი სამ. წამალი გვინდა. გაშალ ერთი. წამალი მია ბებო შვილი მიგდება. ეს არის ერთი ქვეყნის ორი მხარე. იქით ზეიმობენ, აქეთ ბავშვები იხოცებიან. პოლიტიკურ მოძრაობად ეს მოძრაობა ბოლოს და ბოლოს სტუდენტებმა აქციეს. დაიცავი ილიაუნის არაჩვეულებრივმა გოგობიჭებმა. ვინც დაიწყო და აღარ დაამთავრა. კი, არც ისინი ელოდნენ ასეთ შედეგს. 2,300,000 ლარს არ ელოდა არავინ. ადამიანებს გაუხარდათ. პირველ რიგში გადავხდი ილიაუნის სტუდენტებს მადლობას, ამ 45 დღის განმავლობაში ჩვენ გვერდით რო იყვნენ და ხანდებს ჩვენთან ერთად ათენებდნენ. გადავხდი იმ საზოგადოებას მადლობას, ვინც ამ 45 დღის განმავლობაში ასევე იდგა ჩვენ გვერდით. და მართლა ბედნიერები ვართ, მოგვეცა ცხოვრების იმედი და ღიმილი დაგვხვნეთ სახეზე და ამისთვის მადლობელები ვართ. პროჭორილელებს დაუსკდათ გულები, იმიტომ რომ პირველად ამდენი წლის განმავლობაში მოუწიათ უკან დახევა. მათ მოუწიათ აღიარება, რომ წამალი თურმე არსებობს და ბავშვების სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად თურმე მილიონების დახარჯვა არათუ შეიძლება, არამედ თურმე საჭიროა. ამრიგად მოთხოვნა წამოყენებულია წამლებზე, რომელთა ფუნქციაც არის არა სიცოცხლის გადარჩენა, არა განკურნება, არც სიცოცხლის გახანგრძლივება, ასეთი ფუნქციის მქონე მედიკამენტების გამოჩენას ყველა ველოდებით და გულშემატკივრობთ. არამედ ამ მედიკამენტების ფუნქცია არის მხოლოდ ის, ოღონდ აქაც კითხვის ნიშნებია, რომ გადაავადოს ეტლის საჭიროება. გაიხსენეთ ბოლოს როდის და რაზე დაიხია უკან ბორის ივანაშვილმა. ძალიან გაგიჭირდებათ. იმიტომ რომ რუსული გამოთქმის სრული შესაბამისობით ნაგლი ფრაერ ხუჟეთ ტანკა. მისთვის და მისნაირებისთვის ბოდიშის მოხდა ძალიან დიდი დამარცხება. ჯუნგლის კანონია. რაც უნდა წმინდა იყოს საქმე და მიზანი, უკან დახევა სისუსტეა. ზურგის ჩვენება კი ჯუნგლებში შეიძლება ფატალურად დასრულდეს. ახლა ამ მომენტში პროჭორილელებს ორი ამოცანა აქვთ. ერთი ტაქტიკური, როგორ უნდა შეფუთონ ეს უკან დახევა და როგორ უნდა თქვან და მოუწევთ თქმა, ვყიდულობთ ამად ამ წამალსო. იმ წამალს, რომლის არსებობასაც უარყოფდნენ ცივსისხლიანად. და მეორე სანერვიულოკი გაცილებით დიდია, სტრატეგიული. რა მოუხერხონ ამ გოგობიჭებსა და ყველა დანარჩენს, ვინც დაინახა და დაანახა ყველას, რომ შემართებას მოაქვს შედეგი, რომ შედეგი დგება ერთობით, საერთო მიზნის მქონე ადამიანების გუნდით. წარმოიდგინეთ, რა ხდება პროჭორილელის პატარა და გლუვ ტვინში. ისინი ახლა რომ ეს გოგობიჭები ერთობას არ მოიშლიან. ვაიმე რამე სხვა კამპანია არ წამოიწყონ. ვაიმე მოძრაობა იურიდიულად არ გააფორმონ. ვაიმე პარტია არ შექმნან. ვაიმე პოლიტიკურ პროცესში არ ჩაერთონ ესენი. დე-ფაქტო ხელისუფლების რეაქცია მაჩვენა, რომ მითი დინარაძის თუ გეკაჯეკას თუ ბორიას სპეცსამსახურებს მათ უძლეველობაზე მხოლოდ მითია. ფულის შეგროვების კამპანიის პირველი 24 და მეტი საათის განმავლობაში ქოცმა საერთოდ ხმა ვერ ამოიღო. რეაგირება არ ქონია. ფიქრობდა და ვერ მოიფიქრა რა ეთქვა. ბოლოს კი ვერ თქვა ვერაფერი უკეთესი, ეგენი ფულს ტყუილად აგროვებენ სახელმწიფო მაგ საქმეს ისედაც აფინანსებს. ვითომ. არადა, ოფიციალური ინფორმაცია, რომ ბავშვებისთვის სამინისტროდან ისედაც გამოყოფილია 3 მილიონი ლარი ეტლებისა და პირველადი საჭიროებებისთვის. თავისი მასაჟებითა და კურსებით. მაშინ რასთან გვაქვს საქმე? ცხადია, საქმე გვაქვს მორიგ ბლებთან, რომელიც პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების მცდელობაა საეჭვრო რეპუტაციის მქონე ახალგაზრდებისთვის. ამას ორი ლოგიკური ახსნა აქვს და ეს ორი ახსნა ერთმანეთს ავსებს. პირველი, სუს არ ყავდა კონტროლზე მოძრაობა და წარმოდგენა არ ქონდა რას აპირებდნენ ილიაუნის არაჩვეულებრივი ახალგაზრდები. ესე იგი არც მათ შორის ყავდა არავინ ჩანერგილი, საბედნიეროდ.
არც უსმენდა და არც უთვალთვალებდა წინასწარ. და მეორე, უფრო მნიშვნელოვანი. პროპაგანდისტული მანქანის გვიანმა და ყველაზე დეგენერატულმა რეაგირებამ აჩვენა, რომ მესიჯების შეთანხმებას სჭირდება დრო. კი უზარმაზარი მედია რესურსი აქვთ. კი უამრავი პროპაგანდონი ყავთ. გინ ჟურნალისტი, გინ პროდიუსერი, გინ ვიღაცა კომენტატორი, ექსპერტები. მაგრამ არც ერთს არ აქვს უფლება დამოუკიდებლად გამოთქვას აზრი ყველაზე მნიშვნელოვან და ყველაზე ცხელ საკითხზე. არც ერთს. ესენი ყველანი ელოდებიან WhatsApp-ი თუ სიგნალი თუ რაღაც სხვა ეშმაკის ორღობე მესენჯერით გამოგზავნილ თეზისებს, რომლებიც დამტკიცებულია აი იქ სადღაც ზემოთ. საერთოა და ყველასთვის სავალდებულოა და რომელსაც ვერც სიტყვას ვერ მოუმატებ და ვერც მოაკლებ. ვერც ინტონაციას ვერ შეუცვლი. დინარაძისგან მოგდით მესიჯი, ავიცი, კობახიძის სტრატკომისგან, ზებრასგან თუ ზვიგენისგან. აი ეგაა შენი საფრთხო წერილი და ეგაა შენი კატეხიზმო მაშინ. რომ გაგაღვიძებენ საზეპირო უნდა თქვა და რომ მოკვდები ბოლო სიტყვები ეგ უნდა იყოს. ყველაზე დიდი მოულოდნელობა ახლა აბას თუმნის წიწოვანში გამოკეტილი არც თუ ნორჩი ასტრონომისტვის იყო ფულის შემოდინების ისტრაფე. სხვა ყველაფერი დაივიწყეთ ხალხო. ჩარჩისთვის, ვინც ფულის კეთება ჩინური კომპიუტერების სპეკულანტობით, ანუ ფარცოვშიკობით დაიწყო, მთავარი საზომი და საფრთხე არის ფული. და ამიტომ იყო რომ დაიბიჯა და მიიღო ერთი რუსული კანონი, მეორე, მესამე, რა ვიცი, მე რამდენი უკვე. რომ გადაეკეტა მისგან უკონტროლო ყოველი ლარის მოძრაობა. ბიზნესში, სამოქალაქო სექტორში, მედიაში. არც ერთი თეთრი ჩემს გარეშე. და ოპა, აი აქ უცებ 2.300.000 ლარი გროვდება რამდენიმე დღეში, ისეთი საქმისთვის, რომელიც არ უნდა. რომელსაც მთელი თავს საზებრეთი ალაპარაკა, რომ არაფერი გამოვა და ტყუილად ირჯებიან ისინი, ვინც ქუჩაში ყინვასა და ქარბუქში შვილების გადარჩენას ითხოვდა. ამ ჩარჩს ესმის ყველაზე კარგად. ეს 2.300.000 ლარი მისი ჯიბრით შეგროვდა. არა მხოლოდ მისი ნების წინააღმდეგ, არამედ პირადად მის წინააღმდეგ. გაბრაზებულმა ხალხმა იპოვნა საბაბი და აი ამ ფორმით გამოხატა პროტესტი. ამ გაბრაზების განეიტრალებას აწი ბავშვებისთვის დაყვედრებული რაღაცა წამლის მიგდება აღარ ეყოფა. ეგ უკვე დამარცხებად მოინათლა. უფრო მძიმე გადაწყვეტილებებია მისაღები. კი, ვიღაცის დაუბანელ და უარცხნელი თავი შეიძლება გაგორდეს და მე მას აღკიდონ არასწორი საინფორმაციო კამპანიის მთელი ცოდვა. მაგრამ საქმე ისაა, რომ ამას არ უშველის. სიბრაზე არ წავა არსად. წამალს დაემატება უვიზოს დაკარგვა, უვიზოს ფასები, ფასებს გარეზე წოლა. სიბრაზე აგორდება და აგორდება. და ამ ლოგიკით ამოცანად აწი იქცევა იმ ხალხის განეიტრალება, ვისაც ამ სიბრაზის მართვა შეუძლია. და ასე ველოდებით რეპრესიების ახალ ტალღას. არსებობის გახანგრძლივების გზა რეჟიმს სხვა არ აქვს. მოუჭერს იქამდე, სანამ აბასთუმნის მთები იწყებენ დრეკას. ეს იყო ვაშე გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, გამოგვეხმაურეთ, მოგწერეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню ваши გადაცემა და